ეხება კეთი გოგონას მდგომარეობას, ჩვენი ინფორმაციით მის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მას გადაუდებელი ოპერაცია უკეთდება. რაც შეეხება შემთხვევას, როგორც უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, შემთხვევა მოხდა დაახლოებით შუა დღის 4 საათზე. გოგონამ საკუთარ შეყვარებულთან იჩხუბა და მათივე ინფორმაციით ბიჭმა ის შიდა კიბის მესამე სართულიდან გადმოაგდო. ამასვე ადასტურებს უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში და ის აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი ბიჭი, რომლის სახელსა და გვარსაც ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ, შემთხვევის ადგილიდან სწორედ უნივერსიტეტის დაცვამ აიყვანა. მათვე მიაწოდეს სამართალდამცველებს უნივერსიტეტის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ გოგონას მესამე სართულიდან გადმოგდების სცენაც არის გადაღებული და ასევე ბიჭის აყვანაც. ეს უსაფრთხოების სამსახურმა ინციდენტში ეჭვმიტანილი პირი დააკავა და გადასცა პოლიციას, ასევე პოლიციისადმი გადაცემულია ყველა ის შესაძლო მტკიცებულება, რაც ამ საქმის გამოძიებას და გახსნას დაეხმარება. ჩვენ როგორც გითხრეს, შეყვარებულები იყვნენ და გადააგდო კიბეებიდან, აიყვანაო და გადააგდო. და თვითონ პოლიციაც როდესაც მოვიდა, იყო ის ბიჭიც და თქვა, რომ იყო უბრალოდ მე არ შევწყვები ვარ, ჩემმა მეგობარმა მომიყვა. ეს ბიჭი აიყვანა პოლიცია? ალბათ აიყვანდა, იმიტომ რომ როდესაც პოლიცია მოვიდა, ის ბიჭის ადგილზე დახვდაო და უთხრაო, რომ გადავაგდეო და მიზეზსაც გეტყვით, რატო გადავაგდეო და ზუსტად არ ვიცი. როგორ იყო ამ გოგონას მდგომარეობა? როგორც ვიცი, მუცლის არეში აქვს დაზიანებები. მესამე კურსელი გოგო გადმოაგდეს მესამე სართულიდან. ვინ? ბიჭმა. შეყვარებული? არ ვიცი, ნამდვილად დეტალები არ ვიცი. კამათი ჰქონდათ იჩხუბეს თუ რა მოხდა? არა, მართლა არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ის ვიცი, რომ ბიჭმა გადმოაგდო გოგო მესამე სართულიდან და ეხლა გოგო საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეს გოგო დაშორდაო და ამ ბიჭმა გადმოაგდო მესამე სართულიდან. შეყვარებულები ხდნენ დაშორდნენ. როგორ არის გოგო? არ ვიცი, მეგონი აპარატზეა შეერთებული. დაშავებული გოგონაც და ეჭვმიტანილი ბიჭიც არიან მესამე კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, მათ ვინაობას ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ ინფორმაციას, მომხდარზე ძიება დაწყებული არის 1809 განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.